დილამშვიდობის გადაცემის დასაწყისმა სწორედ იმედის ეზოში მომისწრო მე სალომე ავალიშვილთან მივდივარ სახლში ეს გოგონა გახლავთ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი მხატვარი რომელიც რამოდენიმე თვის წინ ჩვენი ეთერის საშუალებით მაყურებელმა უკვე გაიცნო სალომე და გია ავალიშვილების პერსონალური გამოფენა გალერეა უნივერსში 28 სექტემბერს იქნება მოკლედ არ გადართოთ იმიტომ რომ სანამ ექსპოზიცია სივრცეში საგამოფენო სივრცეში გადაინაცვლოს მანამდე ჩვენ სალომე სახლში გვიმასპინძლებს ასე რომ დროებით წინა სეზონსაც რაოდენოვანი დრეგველოდება წინ სახლში სტუმრად ვიყავით ჩვენ და მისი შემოქმედებაც ვნახეთ ძელდება იმედის დილა და ახლა გეტყვით ერთ სასიამოვნო ინფორმაციას ჩვენთვისაც თქვენთვისაც ალბათ სასიამოვნოა რომ 27 სექტემბერს გალერეა უნივერსი მამაშვილ ავალიშვილების გამოფენას უმასპინძლებს ერთი ძალიან კარგი რამ არის ჩვენთვის რომ სალომე ჩვენი უნიჭერესი სალომე არის ჩვენი კოლეგა და მართლა არაფერი ჯობია მასთან ერთად ბუფეტში ყავის დალებას და გემრიელს საუბრებს იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად არის ძალიან კარგი მოსაუბრეც ნატა ტაბიძე მოგვიყვება რას აპირებს და როგორ დეტალებს უკვე თავად ნატა გვეტყვის ნატა დილამშვიდობის ოჰო როგორი ლამაზი სურათები გაქვს უკან რომელია სალომეს ხარაჩვეულებრივი ნახატებია ახლა ჩემს უკან აი ეხლა თუ არ ვწდები ყველა სალომეს ნახატია ჩემს უკან თუმცა რამოდენიმე წამში თქვენ ბატონი გია ავალიშვილის ნამუშევრებსაც ნახავთ რომელიც სალომეს სწორად აღნიშნეთ ჩვენი თანამშრომლის ჩვენი კოლეგის სალომეს მამა გახლავთ მოგესალმები სალომე დილამშვიდობის მე მიხარია რომ 28 სექტემბრამდე სანამ თქვენი ნამუშევრები გალერეა უნივერსში გამოიფინება ჩვენ გვიმასპინძლეს სახლში და ამ ყველაფერს წინასწარ ვნახავთ სალომე ძალიან მოკრძალებული ადამიანი ამას მე ვიტყვი ამიტომ აქამდე არასდროს არ გქონია პერსონალური გამოფენა და ამჯერად მამასთან ერთად და მე რამდენადაც ვიცი ესეც შენი იდეა იყო რომ გინდოდა რომ არა მარტო შენ არამედ ერთად გქონდეს ხალხასაბჭომ და გალერეა უნივერსმა გადაწყვიტეს რომ გაეკეთებინათ ჩემთვის პერსონალური გამოფენა თუმცა მე მინდოდა რომ მამასთან ერთად ყოფილიყო რადგან მამას ოცნება იყო ეს მამა 3 წელი გარდაიცვალა და 29 სექტემბერს არის დაბადების დღე მისი და მინდოდა რომ ასე აღმენიშნა მისთვის ერთობლივი გამოფენით რადგან მისი სურვილიც ეს იყო ზუსტად 28-ში იქნება გალერეა უნივერსში გახსნა ხოლო 29-ში მამას დაბადების დღეზე დახურვა კი ბატონო აი ხა კადრში ხედავთ სალომეს ბოლო ნამუშევარს ესენი ჩემი ნამუშევრებია ხო კი ბატონო თუ შეიძლება როდესაც კამერა მივა ბატონ გიას ნამუშევრებზე ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება ჩვენ ვისაუბრეთ კადრს მიღმა რომ სალომეს არასდროს არ უნახავს როგორ ხატავდა მამა პროცესი აი ამის შესახებ მომიყევი რატომ იყო ეს აკრძალული ხილი შენთვის არ უყვარდა საერთოდ როცა ვინმე იყო საერთოდ ოთახში როდესაც ხატავდა ნუ რაღაც ფეხისწორებზე გავისეირნებდით ხოლმე გამოვისეირნებდით და ჩუმად უნდა გავგველო ნუ ძირითადად რაც კი ნასწავლი მაქვს ხატვის მხრივ შედეგიდან რო დახატავდა და მე შევხედავდი რა ვიცი ისეთ კი ბატონო მაგრამ აი ამბობდი რომ არასდროს ნატა მაგაზე ამბობენ გენეტიკა არის ძლიერია ნამუშევრებს კი ბატონო თაკო გეთახმები გენეტიკა ძლიერია და გავლენა იყო ძალიან დიდი მე ვფიქრობ იმიტომ რომ სალომე იყო თაყვანის მცემელი მამას შემოქმედების და ამიტომ მის ნამუშევრებში კარგად ჩანს ის რომ ის გიждდებოდა მამის ნამუშევრებზე მე მითხარი განსხვავება როგორც ვცდილობ რომ არ დაემსგავსო ძალიან ვცდილობ იმიტომ რომ არ მინდა რომ იგრძნობოდეს გავლენა ეს არის ჩემი პირველი მართლა რომ არ მინდა რომ დაემსგავსოს თუმცა ბევრი ამბობს რომ რაღაც გავლენა მაინც არის იყო პირველი კრიტიკოსი მე არ მეპატიებოდა არაფერი პირველი ტექსტი იყო ესეთი რომ შენ ჩემი შვილი ხარ და შენ არ გეპატიება და ზედმეტ ერთხელ დავხია კიდეც ნახატები ამის გულისთვის თუმცა საყვედური მივიღე რომ შენ ჩემი შვილი ხარ და ამიტომ გითხარი რომ ცუდია და შენ არ გეპატიება და თუმცა ცუდი არ იყო მე ძალიან ვინანე მაგრამ თითქმის ყველა შენი ნამუშევარი არის სურეალისტური. რაც მგონია რომ ხო და მამასიც შენს ბუნებასთან არის ახლოს. ანუ ხასიათითაც გავდით გარეგნობით, ხასიათით, აბსოლუტურად ყველაფრით თუ რამე შეიძლება. მგონი დედას არაფრით არ გავარ, ყველა აღნიშნავს. მართლა საერთო გქონდა ისეთი რომ იყო ჩემი პირველი სულიერი მეგობარი, რაც თავარია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კრიტიკოსი იყო ჩემი პირველი სულიერი მეგობარი და დღეს ყველაზე მეტად მაკლია, მაგრამ 29-ში რომ მის დაბადების დღეზე მგონიერი ჩემთან ერთად იქნება, ამას შევძლებ, მის ოცნებას ავასრულებ, ეს მაბედნიერებს. ძალიან დიდი მადლობა. სალომე, მაყურებელს შევახსენებ, რომ 29 სექტემბერს მხატვარ გია პროფესიით არქიტექტორის და მხატვრის გია ავალიშვილის დაბადების დღეა. ამიტომ 28
8-ში გაიხსნება გამოფენა გალერეა უნივერსში 6 საათზე, 29-ში კი დაიხურება. მე კი სალომეს კიდევ ერთხელ გადავუხდი ძალიან დიდ მადლობას. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ორშაბათს 6 საათზე გალერეა უნივერსში მოკლედ, მე რამდენადაც მივხვდი სალომეს ზაფხულის განმავლობაში საერთოდ არ დაუსვენია, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი და არაჩვეულებრივი ახალი ნამუშევარი ქონდა ახლა ხელოვნება ითხოვს მსხვერპლს და ძალიან მაგარი გოგო. ხელოვნება ითხოვს მსხვერპლს. ჩვენ აუცილებლად გეწევით სალომე 28 სექტემბერს